გამარჯობა. ეს მარტოობის წუთებია. ჩემი მეგობარი არის Subway და ვცდილობ რომ ყველა ჩემს სტუმართან ვამეგობრო. იმიტომ რომ მე ყოველ დღეს Subway შევჭამ. და დღეს ჩემი სტუმარია ანი ბებია. გოგო, რომელიც მე ჩემი ისტორია მაქვს მასთან, რომელიც თამაშობდა ერთ ასეთ მართლა, განსაკუთრებულ როლს რა ჩემთვის. ჩემთვის ახლა პროფესიულად გარდამტეხი იყო ეგ. და თეატრიდან წასვლა, როდესაც ინება, გადმომაბარა როლი, მამუშავა ამ როლზე და წავიდა. და ააშენა თავისი ცხოვრება ცალკეული გზით. დამტოვა მე თეატრში. და მან დავამთავრებ. როგორ ხარ? ანი. არა ჩვეულებრივად. მე სიამოვნე რომ აქ ვარ, სიამოვნებს უფრო სწორედ. ჯერჯერობით და მიდე ესე დასრულდება. ხო, კაცო. აუ, ეგ რომ უნდა დასრულდეს. არიცი რატო, იმიტომ რომ მაინც ახლა ჩვენ არ გქონია თლად ისეთი ურთიერთობა, რომ კარგად გიცნობდე, კარგად მიცნობდე და ეს რთულია რა, როცა სტუმრად მიდიხარ, ხო, ვისაც აი რაღაცა თლად კარგად არ იცნობ, ენერგეტიკების რა. ხო, ჯერა. ხო და აი ეგ არის რა, მშულან მე და შენი ენერგეტიკები ხარ ასიზამენ, ესე იბზრიალებენ თუ ჯახები იქნება, მაგრამ მე ჯახს არ ვაპირებ, მე ჩვენ რას ვაპირებთ ეგ არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ის თავისით მოხდება. მე ხარ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები. ეცი რა, ცოტა სხვანაირად გავუყვები ხა მაგას ამ ბოლო პერიოდში, ვფიქრობ მართლა ვინ ვარ, იმიტომ რომ მივხვდი რომ არ ვიცი ვინ ვარ, რადგან უმეტესი ჩვენი ყველა ადამიანის თვისებები იქნება თუ რაც იქნება, არის ბავშვობის რაღაც ტრამვებიდან შეძენილი რაღაცები. სინამდვილეში შეიძლება ეს ჩვენ საერთოდ არ ვიყოთ, უბრალოდ ესე ჩამოვყალიბდით. და აი მაგის მოშორების გზას ვადგავარ და რომ მივხვდე მართლა ვინ ვარ. და ხო, ძალიან საინტერესო პროფესია, ისა პროფესია და პროცესია. აუ ძალიან მომეწონა ახლა რასაც ამბობ, ანუ ახლა წარმოვიდგინე რაღაცა საყრდენი, რასაც აქვს ბევრი თარო და ეს თაროები გინდა რომ მოიშორო, ეს ინჯერები. აი მაგალითად რომ მეგონა რომ სახლებობა ძალიან მინდოდა და ეს ჩემი სურვილი იყო და ასე შემდეგ. გავაანალიზე რომ სახლებობა კი არ მინდოდა, უბრალოდ სიყვარულის დეფიციტი მქონდა და ამის მიღება მინდოდა და ერთის იყო გზა იმისი რომ აი სიყვარული რაც ვერ მივიღე რომ აი ხალხისგან მიმეღო. ხო, მაგრამ თან ძალიან მაგრა გამოგდიოდა. იყავი საშინლად ორგანული სცენაზე. და აი თუნდაც აი ამ პარტახის შენიცრემლები ჩემთვის ყოველთვის იყო იმდენად დამაჯერებელი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ პროცესში შენ გადიოდი. თან მე როდესაც შენ მაგ სპექტაკლს თამაშობდი, მე ნანახი მყავს სცენაზე. მე არ ვარ კაი მსახიობი, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ კარგ მსახიობს შეუძლია ტექნიკურად მაგის გაკეთება. აი როცა ტექნიკურად შეგიძლია მაგის გაკეთება, თავიდან მეგონა რომ არ ტექნიკის მსახიობები, მე არა, მთავარია გრძნობდე, მაგრამ ტექნიკის მსახიობს, ანუ რეალურად შეუძლია ის გრძნობა რაც გაიარა, დაიჭიროს და აი როცა უნდა ესე გააკეთოს და ეგ ვერ ვარ სამწუხაროდ არ შემიძლია. და ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ ყველა სპექტაკლის დროს ხო, მაგრამ რამდენჯერაც ითამაში, იმდენჯერ სპაზმებამდე ტიროდი და ხო და ძალიან რთულია, მართლა რთული. ხო, მაგრამ შეგეძლო რა. კი, ხო. ანუ ორგანულად მიყავდა ესე იგი საკუთარ თავი მაგ ემოციამდე, ანუ სპექტაკლში იყავი ბოლომდე. ხო და ეგ ძალიან მაგარია და გეტყობოდა ყოველთვის. ახლა გამახსენდა ერთი სპექტაკლი იყო, რომ არ უნერვიულობ რა, კულისებში ვარ და არ უნერვიულობ. და ამაზე დამეწყო ნერვიულობა, რომ რატო არ უნერვიულობ? იმიტომ რომ ხო არის რომ ღელვა, რაღაცა აი პეპლები მუცელში, რაღაცა არ გასვენებს, განმარტოება გინდა და ანუ ხვდები რომ აი ჩვეულებრივად ვარ. და მეთქი რატო ვარ თქო ესე? არა ნუ შედიხარ ხო რა თქმა უნდა. ხო, სხვა შორის ეს ღელვარება, როდესაც იკლებს, მგონია რომ და ხო, რაღაცა შესაქმე. ხო, რაღაცა შესაქმე რა. უკვე აი ჩვეულებრივ დიალოგში რო ხარ, აი გუგასთან და თორნიკეს რო ელაპარაკები და მე ჩემი შესვლა და რო შედიხარ, არა, ეგ არა. ხრება რა. ვერ. ხო. გიყვარს მარტო დარჩენა? კი. კაი, ამიტომ რომ აი ჩემი თავის ძიებაში რო ვარ, ისეთი სასიამოვნო პროცესია, აი ყველა ეგეთი დაფიქრება
რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი არის და ძალიან კაია. ახალ რაღაცებს რო აღმოაჩენ. ანუ კითხების საერთოდ არ გეშენია, რაც საკუთარი თავი გესვამს. ჯერჯერობით არა. უფრო მეშინოდა და იმდენი რამე გადავლახე, აი ეს შიშები, რომ არ ვიცი, უკვე ალბათ იცი რის მერე რაღაცნაირად არ ვიცი, ხა მაგ მომენტში დიდი ხანი ღმერთმა არ ჩამაგდოს, მაგრამ აი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება აი სიკვდილის არ მეშინია, იმიტომ რომ გავიაზრე, რომ სიკვდილი არ არსებობს და იდეაში არის გარდაცვალება და თავიდან დაბადება არის. და მაგის მერე ძალიან ბევრი შიში მიყვა მაგას. და გაქრა რა და აი მაგალითად მე რომ მოვკვდები და ჩემი შულები რომ ჩემს გარეშე იქნებიან როგორი აი არ მაქვს ეთქელები. იმიტომ რომ ვიცი რომ ისინი ახლაც კარგად იქნებიან და მერეც კარგად იქნებიან, იმიტომ რომ მეც სულ ვიქნები და ისინიც სულ იქნებიან. რაღაც აი ნებისმიერი რაღაცა რაც დასრულდება, თავიდან დაიბადება. რეინკარნაციას გულისხმობ ნუ დაახლოებით შეიძლება ეგ არ იყოს სწორი სიტყვა და ფორმულირება, მაგრამ გავს ხო? აუ როგორ მინდა რომ მივხვდე რას ამბობ და ცოტა ვერ ვხვდები. არა შესი, მეც რო ჩამოვაყალიბებ, მე გეტყვი, რომ აი ამას გულისხმობთ. მეტად ჯერ აი მეც იმაში ვარ რა, აი არა, მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეა, მაგრამ სხვა რაღაცეებში მეც ჯერ სწავლის პროცესში ვარ. დეპრესიული ხარ? ვიყავი ძალიან. ეხლა აღარ. ძალიან ვიყავი და ცოტა დრამა queen-ს ვიყავ, მომწონდა ეს მდგომარეობა. და ხო გეხმარებოდა ალბათ ინსპირაციულიც იყო, ნუ კარიერის მხრივ. კი, ხო და მე ეგ რო აღარ მქონდა, მე სადგად მომეტანა. და ოჯახში გადმომქონდა და რომ მივხვდი რომ ანუ არ შეიძლება, იმიტომ რომ ორი შვილი ყავს და პასუხისმგებელი ხარ ორ არსებაზე. არ არის მაგისი დრო. უნდა გამოფხიზდე. და როგორ შეძლე? მივხვდი რომ ფსიქოლოგი მჭირდებოდა, მაგრამ არ ვიყავი მზად და ვთქვი რომ აი როცა მზად ვიქნები, მე თვითონ ვიგრძნობ და მაშინ მივალთქო. 2 წელი გაგრძელდა ეგრე. და მე რომ მივხვდი რომ მზად ვიყავი, მივედი და ხობთ 1 წელია, რაც ასე ვარ. და ისეთ სასიამოვნო პროცესია, ყველას კერჩოთ რომ ყველა მიაროთ ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ თუ გგონიათ რომ არ გჭირდებათ, ძალიან ცდებით, ყველა ადამიანს ჭირდება. ხო, მე ძალიან მიყვარს ფსიქოლოგთან სიარული. მე მიჯაჭულობა გააქვს, ამ ერთ კონკრეტულთან დადიხარ? მიჯაჭულობა გააქვს? პიროვნულად? არა. მე მქონდა. მაგრამ იცი რა არის? ილოც მასთან დადის. და მიფიქრია რომ მეთქი ძალიან უყვარს ილო. აი ძალიან უყვარს. მეც უყვარ ვარ, მაგრამ ილო ჩემზე მეტად უყვარს. ხო და მიფიქრია რომ მეთქი ხელის შემშლელი ხო არ იქნება თქო რამეში თქო, მაგრამ არა. არა და ძალიან კაია. ხო, იდეა ჩემი ახლა მაგალითად ვისთანაც დადის, არ მაგასთან მე არ წავალ, იმიტომ რომ შეიძლება დედას არ ესიამოვნოს რა. ნეგეთი რაღაცაებიც გამიგია. რო არსებობს, რომ ერთ ფსიქოლოგთან შეიძლება არიაროთ. მაგრამ ხო თავიდან როგორც წყვილი ისეთ რაღაცა, მაგრამ მე გაგოცალკევ. არა, მაგარია, წყვილების ფსიქოლოგი ძალიან საინტერესოა, საერთოდ წყვილებზე და მე არის მაგაზე სამუშაო, იმიტომ რომ ჯერ ჩვენი რაღაცეები გვაქვს, ხო, თვალები უნდა გავახილოთ ჯერ ჩვენში და მე ერთმანეთში. მე ერთმანეთის ყველა ისე ლაგდება, რომ აღარც გჭირდებათ რა. ხო. მე იმიტომ რომ თვითონ ეგ სფერო ძალიან მაინტერესებს დედობამდე და დედობის მერე საერთოდ ცხოვრება და დედობამდე ცხოვრება არ მახსოვს. მდგომარეობა არ მახსოვს. აი შეგრძნების დონეზე რაღაცები აღარ მახსოვს. უბრალოდ აი ფაქტად რო იცი, ეგრე ვარ თუ არა, შეგრძნების დონეზე აღარ მახსოვს. და რა შეიპოვე შენი თავი მსახიობობიდან რომ წამოხვედი? ჯერ ვეძებ. არ ვიცი. მაგისიებაში ვარ, რომ აი რა არის ჩემი, მე ვფიქრობდი მეთქი დედობა. არა. უკვე აღარ გაკმაყოფილებს ხომ ამ დედობა? არა. ძალიან შრომატევადი კი არის და ჩემი აზრით პროფესია არის რა, დედობა. კი, ძალიან, ძალიან. და ძალიან რთული. და ემოციური მდგომარეობა, რომ მე მშობიარობის შემდგომი დეპრესია როგორც ალბათ 99%-ს აქვს. უბრალოდ მეტოსობა არ აღიარებს მე მგონი. ხო, ვერ ხდება. ხო. შენ მაგ როგორ ჩაიარა?
იდეაში ხარ რომ დავფიქრდე კარგად, იმიტომ რომ ისე ცუდად გამხადა, რომ მე უკვე კარგად გავხდი. ანუ ის იყო მიზეზი თუ როგორ ვთქვა. ხო, კონტრასტი რა დაინახე. ხო, რა. კარგად ყოფნასა და ცუდად ყოფნას შორის. ხო. მე დააფასე რომ კარგი. კი, თან ბევრი რაღაც იყო რა, ძალიან მოქმედებდა. ზოგადად შურები არ მინდოდა, იმიტომ რომ ფიქრობდი ძალიან რთულია, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ხარ აი ესეთ სამყაროში, უნდა მოავლინო არსება და უნდა გაზარდო. ან და მე კაცმა არის საერთოდ სათხოვე ვაფშე რა სამყაროში მოუწევს ცხოვრება. ეგოისტურიც შეიძლება იყოს ცოტა. შეიძლება ხო. არ მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს სამყაროს უნდოდა. ხო და მე იყო წონის პრობლემა. მეორე ორსულობაზე ვაყოთ. პირველ ორსულობაზე მოვიმატე 27 კილო. მაგრამ 4-5-6 მაქსიმუმ თვეში რო გავაჩინე, ფორმაში ჩავდექი. თავისით. და მეორე ორსულობაზე მოვიმატე 27 კილო, ანუ ერთი ანი მომემატა. და მე ძალიან გამიჭირდა დაკლება და აი ეს ძალიან მოქმედებდა, იმიტომ რომ სარკეში რო ვიყურებოდი და რო ვხვდებოდი, რომ ანუ საერთოდ სხვა ადამიანია და მე სხვა ადამიანი ვარ, ეგ კიდე დამატებით იყო რა. და ეგეთ მომენტებში აი საერთოდ არის დედოფლ შეიძლება ძალიან ცოტა შეეკითხო შუა, მაგრამ ნუ დამებადა და აგრესია ბავშვის მიმართ ჩნდება, როდესაც აი საკუთარი თავი არ მოგწონს. ბავშვის მიმართ არა, პარტნიორის მიმართ. იმას ადანაშაულებ, რომ ამან ჩაგაგდო ამ დღეში. ბავშვის მიმართაც იყოს, არ ვიცი, მაგრამ აი მე ილუს მიმართ მქონდა ხოლმე აგრესია, რომ აი ოღონდ არ ეუბნებოდი მიზეს და გამოიხატებოდა სხვა რაღაცაში. შეიძლება მეთქვამს კიდევაც და არ მახსოვს. მე ძალიან მეწოდებიან ხოლმე კაცები, როდესაც თვითონ უნდა მიხვდნენ. ჩვენ რა გვინდა ხო? რას გვინდა რა ვართ გაბრაზებულები და რომ ეს არაფერ შუაში არ არის ჭიქა როგორ დატო რა? კი, ხო. სხვა შორის ძალიან ცუდ რაღაცაა რა. PMS-ი რომ მაქვს ხოლმე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ან მოქმედებს რა რაღაცნაირად და მე ყველაფერი ეტენება ამ PMS-ს და ამ დროს არაფერ შუაში არ არის რა, რაღაცა საკამათო მაქვს შენთან, მაგრამ ხო, შენ PMS-ი. ხო, ხარ. ეგ არ შეიძლება. გოგოებო გამაგრდით. ეგ არ შეიძლება. აი მაგას რო გეუბნება რომ PMS-ი გაქვს და მაგიტო, მან უკვე შეგილია რა. ძალიან ჩააჭირო. აგრესიას იწვევს უფრო. კი. ურთიერთობებში ყველაზე რთული ურთიერთობებში არა, ნუ ურთიერთობაში ყველაზე რთული ეტაპი რომელი გქონია? შეგუება? თანაცხოვრების დროს თუ აი ჩვენ შემთხვევაში ალბათ მისი დამოკიდებულების პერიოდიდან გამომდინარე რაღაც ხო აი ეგ რა ეგ იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ პატარა ვიყავი მე თვითონაც და ესე თეორიულად ხო ვიცოდი რომ რთულია დამოკიდებულ ადამიანთან ერთად თანაცხოვრება, მაგრამ მეგონა რომ არ იქნებოდა ყველაფერი შევძლებთ რაღაც, მაგრამ რთული ყოფილა. და გამოიყვანა. კი, მაგრამ ეგ არ არის საბოლოო, ანუ მთელი ცხოვრება ამასთან ერთად უნდა იცხოვრო. რო დამოკიდებულ, ნახე მე სხვა რამეზე ხდება დამოკიდებული ადამიანი? როდესაც ერთ რაღაცას აგდებს. კი. კი. ოღონდ თუ არასწორი მიხმარებ, ან თუ არ მიეხმარე რაღაც ახლა უკვე ბევრი არის ხო მაგალითად არ ვიცი მაგ თუ არა მის თქმის უფლება გამოსავალი, რეჰაბი, მსგავს რაღაცები ხო, სადაც შეუძლია ადამიანს მივიდეს და იქ დაეხმარონ. მაგრამ როცა ამის გარეშე შენ გადიხარ და მაშინ არც ფსიქოლოგთან არ დადიხარ, ძალიან რთულია. და შენ რეალურად გაკისრია, მაგრამ ძალიან დიდი მოვალეობა, ანუ პასუხისმგებლობასაც ხო იღებ შენ თავზე. ხო, თანადამოკიდებული ხარ რა. და ამ სვინგების მაკონტროლებელიც. ხო, მაგრამ იდეაში ეხლა ეცე როგორ ვარ? მიხვდი რომ მისია რა.
და მე არ უნდა ჩავერიო და მან უნდა მიხედოს მაგ თემას. მივხვდი. ანუ თავგანწირულობა. ხო, არა. მან უნდა მიხედოს, თავისი გზაა რა, თავისი ჯვარია რა, რომელიც უნდა ატაროს. ამას ხო რეალურად ასაკთან ერთად მოხდა პატარა ხო, რა რო თქმა უნდა. რომანტიზირებასაც უკეთებდი ხო ალბათ ამას. ხო, ალბათ, კი. მაგან ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ალბათ შენზე და ისე რომ ვერაცნობიერებდი მაგ დროს. კი, ხო, იმიტომ რომ რეალური პრობლემები რო შემეჯახა, მეთქი, თვად ესეც არც ფილმში მინახავს, არც დამიკითხავს და არც მოუყოლიათ მეთქი. მაგრამ მაინც არის რა თქვენ გრძნობაში რაღაცა ჯადოსნური, რაც ბოლომდე ხელი-ხელ ჩაკიდებულს გატარებთ. ხო, კი, მაგის მე მჯერა, იმიტომ რომ აი, ისეთი რაღაცები გვაქვს რა, ყველა წყვილს რაღაცა თავისი აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცები, რაც გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი სულები ერთია თუ რაღაც რა. აი, ილოს აქვს მაგალითად, რომ არ არსებობს გარემოება, სადაც არ გახსენებს. და სიტუაცია. მართლა. ხო, მაგრამ ეგ იცი რა ცოტა არაჯანსაღი მგონია. რაღაცის თავდაცვა მგონია მე ეგ. იცი და რა? მაგას რო ვეუბნები არ იღებს როგორ. ძალიან ბუნებრივად რო აგეთ. ანუ მართლა აი თემას ისე შემოიყვანს, რომ უცებ მე ანი და იწყება ანიზე ლაპარაკი. ხო, შევა დამოკიდებული არის ჩემზე რა. კი, მე მგონი შენზე დამოკიდებული. ხო, ოღონდ არა მარტო ჩემზე და ბავშვებსაც. მაგრამ მე კარგია. კარგია, რაღაც თვით. ბავშვებსაც ჩემზე არა. შენ როდის გჭირდებოდა დახმარება და არ გახმარებოდა შენი აზრით? ოღონდ ისე რომ არც ითხოვდი დახმარებას. არ ვიცი. არ ვიცი. ალბათ აი ბევრი პატარ-პატარა რაღაცებიდან შედგება რა ეგ რა, თუნდაც პატარა გოგორო ხარ და არ ვიცი შენც გამოვლილი გაქვს თუ არა, მაგრამ ეხლაც კი ხდება რომ მიკროავტობუსში რო ვიღაც ბიძი ახელს აგისმევს და აი ეგეთი რაღაცები ალბათ მაშვება რა, მოქმედებს მე ძალიან ცუდად. მაგრამ ამას არ აჟღერებდი ალბათ. არა, რა თქმა უნდა. ამის გაჟღერება ახლაც კი უჭირს ზოგს. მაგრამ რო დგავენამნა ვიცი ისე მიხარია, ხო. მე ერთხელ იყო რომ პირველ კურსზე ვიყავი, ანუ დაახლოებით 19 წლის ასაკში წარმოიდგინე, მკითხეს რომ რამე შემთხვევა ხო არ გქონიაო ესეთი შევიწროების. და მეთქი არა თქო რა. და ანუ მართლა ირო დავფიქრე არა მეთქი და მე რამდენიმე წელი რო გავიდა და რო ვისმენდი ისტორიებს სხვებისას, მე ამომიტივტივდა რომ აუ მე ხო ეს დამემართა და თურმე ხარ უბრალოდ შენთვის ისეთი ან ბლოკავ რა ესეთი მძიმეა. ჩემთვის ესე იყო ყოველ შემთხვევაში. მე მაქვს რაღაც მომენტები, რაც აი არსაიდან, აი ეს უბრალოდ შეიძლება მეგობრებთან ერთად ვიჩვენო და გამახსენდეს. ეგ მომენტი შეგრძნება. და ეს დამემართოს, რაღაცა გადავიტან ყურადღება და ისევ გელაპარაკო. აი მაგ დროს შენი აზრით რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? მართლა დამაინტერესა ეხლა. შენც არ გაქვს ალბათ გაშვებული ბოლომდე ეგ ემოცია. არ ვიცი, იცი რა არის, არ ვიცი გაშვებული მაქვს თუ არა, იმიტომ რომ ფსიქოლოგს რომ მოვუყევი ეს ყველაფერი რაც მაწუხებდა ისეთი რომ აი როგორ გონია რომ ალბათ მთელი ცხოვრება როგორ გონია რომ აი ვერავისთან ვერ იტყვი, მაგრამ შენ ამას მაინც ამბობ, ალბათ აი თქმის მერეც თავისუფლდები რაღაც დოზით ალბათ რა. და მე მიდის რა. ისე არ გქონია ეგ რაღაცა აი შენთვის ძალიან აღსანიშნავ ისტორიას რო ყვები და აი სადაც მესამე თუ უკვე რო ყვები სხვა სამეგობროში რა ერთ სამეგობროში მოყევი გეჟური ემოციით მეორე სამეგობროში ისერათი მესამეჯერ მოყევი და აი ეს რაღაცა ცეცხლი აღარ მოყვება და ხვდები რომ ისტორიას რაღაცა ხარისხიანათაც აღარ ყვები, იმიტომ რომ ემოციები საერთოდ აღარ არის ისეთი როგორიც იყო. ალბათ იქამდე უნდა თქვა საკუთარ თავთანაც და ხალხთანაც ამ შენი პრობლემის შესახებ, სანამ არ გაუფასულდება ეგ შეგრძნება. ალბათ. ბედნიერება რა არის? არა. შეგიძლია თუ არა, რომ ბედნიერი მომენტები იმ კონკრეტულ მომენტებში შეირგო და შეიგრძნო. მაგას ვწავლობ. თორე არა.
და რომ სულ განზოგადებაში ვარ ყველა პრობლემის, რომ იქ ხორცს რატო ჭამთ და იქ ცხოველები რატო კვდებიან და აი ამ ყველაზე და ყველაფერზე რომ დარდობ, აღარ გრჩება იმის დრო, რომ ის ბედნიერება, რაც შენს თვალწინ არის, ის შეიგრძნო და აი მაგის პროცესში ვარ. ხორცს ჭამ. ძალიან კარგი. და ახლა აი როგორ ვარ იცი თავს ძალიან ვიდანაშაულებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლომდე მზად არ ვარ იმისთვის, რომ მზის პროდუქტიც ამოვიღო და ასე შემდეგ. მაგრამ იცი რა არის? არ არის. მე გულისხმობ აი რა მნიშვნელობა აქვს ხორცს შეჭამ თუ კვერცხს შეჭამ? რა და ის კვერცხი, რომელიც ქარხნულია, სოფლის კვერცხს მეც არ ვჭამ. რა მნიშვნელობა აქვს სოფლის კვერცხი? იმიტომ რომ იმ ქარხნის კვერცხისგან არასოდეს არ გამოვა წიწილა. მართლა ეგრეა. არ დადგება მისგან წიწილა. სოფლისას არ ყიდულობ. მაგრამ კაი, კვერცხი საერთოდ ეს ბოლო პერიოდში ხო, მაგრამ არა მარტო მაგიტო, ზოგადად რძის პროდუქტების და ხორცის ქარხნები აზიანებს ყველაზე მეტად თევზი, ხორცი, რძე. ყველაზე მეტად ეკოლოგიას რა დედამიწას. აი პლასმასი, პარკი, რაღაცები არა, ყველაზე მეტად აი ამის ქარხნები. მაგით იზიანდება. მე ერთადერთი არ შემილია, რომ ვუყურო აი იმ დოკუმენტურ ფილმებს, სადაც ხო და მაგას ვუყურებ და ზუზუს როგორ აგალეჯს ის აპარატი, რომლითაც შენ რძეს იღებ და ასე შემდეგ. ხო, მე სხვათა შორის რაღაც რეკლამის გადაღებაზე მომიწია ძროხებთან მისვლა და პროცესის ყურება, როგორ წველიან რძეს და მაგ პერიოდში მე თვითონ ლაქტაციის პროცესში ვიყავი და რო გავიაზრე და რომ მივხვდი, რომ აი ეს არ არის შენის მისია, მის პატარას და შენ ძალით და მე ჩვენ მივირთმევთ გიმრიელადი. თან მით უმეტეს რომ ჩვენ საქართველოში არ არის, მაგრამ სხვა ქვეყნებში არის, რომ აი თუ ის გაქვს, რომ აი ხორცი მიყვარს გემოს და აი ამ ვერაფერს ვერ ჩამინაცვლებს, ისეთი რაღაცა არის მოგონილი, რომ რისი გემოც გინდა, რა ვიცი, სოსისის გემო გინდა, იმის გემო გინდა, ამის გემო. ეგ ისა მაპატირო. არა, მე ხორცი და სუნიც Beyond Meat-ი. არაფერი. სუნიც მაგიზიანებს და არ მაქვს სურვილი. მე ჩვეულებრივ შემიძლია უყურო როგორ ჭამენ. მეც ჩვეულებრივ უყურებ. შემიძლია მოგიმზადო კიდეც, თქვათ თუ საჭიროებაა ამისი. ჩემ ძაღლებს აი პაშტეტებს და რაღაცეებს, ну აი იმათ ახლა როგორ დავაკლე პაშტეტებს და სასის ყველაფერს ვატენი, იმიტომ რომ გიждდებიან ახლა რა თქმა უნდა. მაგრამ არ გამდის როგორი ხუმრობები, იცი მაგალითად აი ჩემი ოფროუდერი მეგობრები ცხოვრებს რომ ხედავენ, თქვათ ტყეში სადღაც რომ ოჰო, კაი ჩაშუშული და აი მაგ დროს რა მემართება, იცი, ჩაკაფული ბოდიში. შენც მან დიყავი. აი მაგაზეც უდად ხვდები, რომ რას ქვია ჩაკაფული. ხო და ხო, ჩვენ ბაჭი აქვს და კაი დასაკლავი ბაჭია უკვე რა, ანუ აი ამას რომ ესმის ხოლმე, მაგრამ მე უკვე იუმორში გადამაგ და მეც ვხუმრობ უკვე მაგაზე. რამდენი წელია რაც არ ჭამ ხორცს? მქონდა პერიოდები დაახლოებით 8 წლის უკან რომ დავიწყე, მე ერთმა ადამიანმა მითხრა ასეთი რაღაცა, რომ ღმერთი არ გიგრძალავსო მაგასო და შენ არ გაგუფლება, რომ შენ თავს აუგრძალო. და პეტერ გოგონა ვიყავ, პეტერე ცნობიერი მქონდა, არც ეხლა მაგ დიდი, მაგრამ ნუ შედარებით და დავუჯერე. და დავიწყე ისე. მაგის მერე იყო რომ ისე უარი ვთქვი, მაგრამ ჩემმა ექიმმა მითხრა რომ უნდა მივირთვა ორსულობის დროს და იძულებული ვიყავი, მაგრამ დიდად მაინც ავჭამდი. და ეხლა წელიწადზე მეტი ალბათ რა არ ვიცი. მე რა შეგრძნებათ შემიძლია გითხრა ჩემი 6 წლიანი სტაჟიდან ის არის რომ სულიერად ხარ ძალიან მჩატე. და ეგ იმდენად მაგარია. რას გულისხმობ მაგაში? როდესაც არ ჭამ იმას, ვინც კი. გესაყვარლება და მე მიჯერა მართლა მჯერა, რომ ჩვენი რელიგია ამას გვიკრძალავს. მე მჯერა ეგრე რა, იმიტომ რომ იესო არ ჭამდა ხორცს, იყო პესკატარიანელი, თევზაობდა, თევზს ჭამდა.
და მე იმ ვერსიის ვჯერა, სადაც იესო ამბობდა, რომ ჩვენზე განვითარებით უბრალოდ ერთი საფეხური თქვენ მდგომი დები და ძმები არიან. ცხოველები. ჰობი რა არის შენი? ყველაზე მეტად რითი გიყვარს, როდესაც ხარ დაკავებული? ახლა თუ ზოგადად? იმიტომ რომ არაფრის დრო არ მაქვს, როცა ორი ბავშვი ყავს, ვერაფრის დრო ვეღარ გრჩებ საკუთარი თავის. მაშინ და ეხლა რაზე, აი, ოცნებობ ხოლმე ხა დედა ჩემს ყავს ჩემ გარდა რაღაც 11 წლის შვილი, ყველაზე გარდამტეხ პერიოდშია ჩემი და ამიტომ არის ქაოსში. და დედა ჩემი ასე ამბობს ხოლმე, რომ ვოცნებობ, რომ წიგნი წავიკითხო. აი, შენ რა გაქვს, რაზეც აი ოცნებობ. ერთი პერიოდი მქონდა მუსიკის მოსმენა. აი, მაგაზე ოცნებობ. ანუ კი. იმიტომ რომ მაშინ ხარ მარტო, ხო ხვდებიდან და ერთი პირველი აი ესეთი მარტო რო გავედი სახლიდან ბავშვების გარეშე, ბავშვებთან ერთად შეუძლებელია რა, ესე რომ მუსიკა მოусმინო და განმარტო და გამორიცხული, რაც არ უნდა ჩართო და ერთად მოусმინოთ. ეგ მაგ მდგომარეობას, ანუ ფრაზის სიამოვნებას ვერ იღებ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე და ერთი შემთხვევა იყო, სადღაც წავედი და ტაქსში ვიჯექი. და 20 წუთი რო აი ეს კურსას მეკეთა და მუსიკას ვუსმენდი. კი, აი ყველაზე მეტად თურმე რა მენატრებოდა. არაფრის კეთება გიყვარს? აი ხა არ გამოგდის ალბათ ხარ. არაფრის კეთება შასი არა რაღაცაზე მაინც ხო ფიქრობ. ხო და აი მე ვამბობ აი ქმედითად არაფრის კეთება და პროსტა აი ფიზიკურად. აუ კი, როგორ არა. იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ვიხლები. დილიდან ორი ბავშვის გამზადება, სახლის საქმეები, თან კიდე პლუს რაღაცა პატარ-პატარა სამსახურებივით რაც არის, ან ფიზიკურად ძალიან კი. მე ძალიან მომწონს რომ შენ დედობას მოარგე, შენი როგორ ვთქვა, კრეატორობა. ეგრე გამოვიდა ხო? ხო. და ამიტომ მაგრამ ეგ არ იყო ჩემი მიზანი არ იყო. ერთი მოფერებით. ეგრე გამოვიდა. აი პანდემიის დროს რო ყველა ჩავიკეტეთ და დამოკიდებულები გავხდით და რო დაიწყო Instagram-ზე ფოლოვერების მომატება და თან ისე დაემთხვა რომ პირველი შვილი გავაჩინეთ და ძალიან დიდი ინტერესი იყო ჩვენი. აი მან დრო დაიწყო, ნუ ეხლა ძალიან შენელდა, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ქვეყანაში რა მდგომარეობა არის, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ხო რომ აი ეგრე გამოვიდა რა. ბუნებრივად. ძალიან მოგიხდა. თან რაღაცეები მაქვს შენი ნანახი, სადაც მე მაგრა ვიქრინჭები რაღაცებს ხო. წონა ვთქვათ გქონდა მომატებული, ამაზე გითქვია, რომ რაღაც არ მომწონს, რაღაცას ვერ იხდენ. მაგრამ მაინც რო იხდენ, მაინც რო იპრანჭები, მაინც რო გადიხარ, ძალიან ბევრი დედისთვის იქნება ეგ ინსპირაციული, რა. კი, ეგეთი, კი. და პირადშიც რო გწერენ და ამას რო გეუბნებიან, ხო, ძალიან სასიამოვნოა. ხო, ძალიან ბევრისთვის ალბათ ამაგრებ ზურგს, ისე რომ შენ თვითონაც ვერ ხვდები. და ძალიან მაგარია ეგ. მაგრამ ხშირად მქონია პროტესტი აი ამ საჯაროობის და ძალიან ბევრჯერ მქონია, რომ საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი, არაფერს არ ვდებდი საერთოდ. მე მახსოვს ეგ პერიოდი, როდესაც თქვენ ორივე თითქოს ცოტა ხანი გაქრით. ხო, აი ძალიან ის მქონდა. კი, აი რატო ჩემი პირადი რაღაცა, რატო უნდა გაუზიარო სხვას? და ძალიან დიდი პროტესტი მქონდა ამის. მაგრამ მე უკვე ცოტა ესე შევხედე, სარგებლად შევხედე რა, სარგებელის მომტანია მეთქი, იმიტომ რომ რაღაც პასუხისმგებლობაა რა, 60,000 გამომწერი რო გყავს, არ არის ცოტა. მოდი აბა ყველა არ მოგცა სამყარო მეს და გამოიყენე ეს. აი რომ მიფიქრე რომ რა გავაკეთო, რა არის ჩემი, აი ისი გაკეთება შემიძლია, მოდი რა ეს გამოიყენე კარგად. ძიძა ყავს. რატო? იდეაში არც მინდოდა, მაგრამ მე რო გახდა საჭირო, იმიტომ რომ მე დაილოს ერთად უნდა გადავეკეთ ხოლმე ЧЦΤ-ში და მაშინ უბრალოდ ბავშვის დამტოვებელის პრობლემა იყო. ერთი ძიძა გვყავდა, რომელიც 2 კვირა იყო, მე კიდე მეორე ძიძა გვყავდა, რომელიც ასევე 2 კვირა იყო და მივხვდი, რომ ჩემშია პრობლემა და მე ვერავისთან ჩემი მოსაწონი ვერავენ ვერ იქნება რა, იმიტომ რომ იმდენად არ ვიცი, ცუდია ეს და ამაზე მე ვმუშაობ და ეს ჩემთვის უთქვამთ კიდევაც არ შეიძლება ესე ყველაფერში, მაგრამ
მაგრამ მე ვთვლი რომ მაინც რაღაც ასაკამდე საჭირო, 3 წლამდე მაინც საჭიროა. რო დედა იყოს გვერდით? და ყველაფერს შენ განაგებდე რა. იქ კავშირი რო იყოს მყარი, ხო, თან? კი, თან კავშირი რო იყოს მყარი. და აი ის რაც არ გინდა რომ აი მაგალითად ვიძახი რა, ეხლა ძალიან ისეთი აქტუალური არის რომ ვარდისფერი გოგოსფერია და ამ დროს საფუძველი არ გინდა რომ ჩაუყარონ არასწორი. აი არასწორი ფრაზებით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაშინ წოვს და ესეთი ბევრი რაღაცის ჩაკლით იქ ბრჭყვიალა არ უნდა მოეწონოს, რატო არ უნდა მოეწონოს? მე თუ აი პირობითად მე რო ბრჭყვიალა კაბა მაცვია, რატო არ უნდა მოეწონოს, ხო? და შეიძლება თვითონაც მოუნდეს. და აქვს კიდევაც მაგალითად მაისური, რომელიც ის არის სპაიდერმენი ახატეთ, ხო? აი ხო შეიძლება რეგეთ რაღაცებით დაუკმაყოფილო რა ბავშვს და შენ რო კატეგორიულად ეს გოგოსია. რას ნიშნავს გოგოსია? კი, რაღაცებზე გვიწევს, მაგალითად კაბა გოგოსია, იმასაც ვუხსნით, რომ შოტლანდიაში ბიჭებსაც აცვიათ, მაგრამ აი ამის ბალანსში ვართ სულ. დართულია. ისე აი შოტლანდიაში კაცებს როგორც უხდებათ ეგ კაბები, რა ვიცი, ხალხს ეგ არ უხდება. აი ქალსაც არ უხდება. ისე მოწონს, აი მე ახლა სხვაგან ნებებში გადავედი. ჯეისონ მომოა წარმოვიდგინეთ მოკლედ შოტლანდიაში. შენი აზრით შენთვის იდეალური ცხოვრება როგორი იქნება? ჩემთვის იდეალური ცხოვრება ალბათ მაშინ იქნება ჩემთვის იდეალური ცხოვრება, როცა ბოლომდე პასუხები მექნება ვინ ვარ და რა მინდა. აი მაშინ რა. ისე მე მგონია რომ ხშირად გეცვლება რა გინდა. და ეგ ძალიან გასაინტერესოებს. იმიტომ რომ სულ რაღაცას ეძებს საკუთარ თავში. ძალიან ანუ სულ პროცესებს გადიხარ განვითარების. კი, მაგრამ ერთს რო იპოვი იდეაში სწორს. აი ცი რას, აი რაც არ ხარ რომ მოიშორებ და რომ მიხვდები ვინ ხარ, მე უკვე რა გინდა მარტივია. აი ძალიან მარტივია რა. აი შიში აღარ გაქვს, აი რაღაცის გაკეთება მაგალითად, ხო? და ეხლა ეს ჩემი არის და გადის 2 წელი შეიძლება გავიდეს იმაზე ფიქრში, რომ ხა ეს ჩემი არის და რო გეშინია დაწყებ და მოდი დაიწყე. და ამ შიშებს აგდებ რა. ხო, მე მგონი ჯობია ყველაფერი ცოდო რაც გაინტერესებს. დროის გეშინია? აღარ? მე მგონი? აღარ. არა ძალიან მეშინოდა, უცან, აი ძალიან მეშინოდა. რატო? არ ვიცი. აი, იცი რა, მეშინოდა იმისი, რომ დავბერდები აღარ ვიქნები ლამაზი, იმიტომ რომ სულ ეს რომ ლამაზი და ანუ მე გინდა რომ აი ხო, სულ უნდა იყოს ლამაზი. ხვდები? და ის ხაზგასმა სილამაზეზე, მაგას გიშვება რა. თან შენ სილამაზეზე იყო რეალური ბუმი. ანუ სადაც არ უნდა გესქროლა, ყველგან ანიბებია იყო და მის სილამაზეზე ლაპარაკი ყველგან. და ეს ალბათ რამდენადაც თავიდან სასიამოვნოა, მე ანუ მახრჩობელად. თავიდან ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ მაკლდა ეგ. მთელი ბავშვობა. როგორ გაკლდა? აი არ ვიცი, მთელი ბავშვობა მაკლდა. რავი, ანუ მე მრევლიშვილის თეატრში მაგალითად ვიცი სანდრო როგორ აფრენდა შენზე და შენ გარეგნობაზე და საერთოდ აი მანამდე, აი მთელი სკოლის პერიოდი სულ მაკლდა ეგ. სახლში? სახლში დედაჩემისთვის ყოველთვის ყველაზე საუკეთესო ვარ. და რომ მივხვდი რომ ყოველთვის ყველაზე საუკეთესო არ ვარ და ტყუილში ვცხოვრობ, იმიტომ რომ ანუ არ შეიძლება. მივხვდი რა სცენ. გარეთ გამოხვედი და იგივე სიტუაცია არ დაგხვდა, ეგ იყო პირველი იმედგაცრუება. და მაგრამ მე დავიკმაყოფილეს ეგო გამოკვებე, რომ აი მე მივხვდი რომ აი მე არ მინდა, თურმე არ არის კაი. აი მე მგონი ყველაზე მაგარი რაც გადალახე ეგ არის. სილამაზის დაკარგვის შიში. მაგრამ მე მივხვდი რომ შინაგანად ჩემი თავი ისე მომწონს, როგორც არასდროს იმის ამოხედავად, რომ ისე ვიძახი რა, რომ ანუ ზედმეტი წონა მაქვს, იმიტომ რომ 10 კილოთი მეტი ვარ ხა ვიდრე მთელი ცხოვრება ვიყავი და მომწონდა ჩემი თავი, ანუ სხვანაირი აი ისე მომწონს ხა ჩემი თავი. ეს ასაკიც რომ ეტყობა ცოტა და აი ბავშვი რო აღარ ვარ, ის გოგო რო აღარ ვარ, რაღაც ეს იფრიფა და აი ძალიან მომწონს ჩემი თავი. თმა ის გრძელი
რატო აღარ არის? იმიტომ რომ ჩემმა შვილმა ტილები გადმომდა და გადავიდა. არ ველოდებოდი. ისე სულ ექსპერიმენტებში ვიყავი, სულ აი ხანრას უკეთებდი, ყველაფერში მომწონდა ჩემი თავი, მართლა ყველაფერში მომწონდა რა ჩემი თავი, იმიტომ რომ აი რაღაცა სხვადასხვა იმიჯი იყო რა თითქოს და სხვადასხვა ტიპი იჩითებოდი რა, იმ გრძელთმა სხვა რაღაცა მოქონდა, იმ მოკლეს სხვა, ხუჭჭეს სხვა და მომწონდა აი როლების მორგება. და მე უკვე ცოტათ მას გაუბედურდა და ნუ მე ხო გადმომდა ტილები და გადავიპარსე და მაგის მერე ეხა ცოტა უფრო ნელა იზრდება, მაგრამ აი ხა იცი მაგალითად შეღებვა მინდა, რაღაცა ისევ მოკლე მინდა, მაინც ვფიქრობ რომ მოკლე უფრო ჩემია და რა გრძელი, მაგრამ ვფიქრობ რომ გრძელი ეხა იმიტომ მინდა რომ ბარემ გაიზარდოს, იმიტომ რომ მე 40-ის რო გავხდები ვეღარ გაიზრდება და მე სულ მოკლე უნდა ვატარო და აი ამ გათვლებში ვარ ხოლმე. მაგრამ რეალურად რაც არის ის არის რა. თმაგაკ ძალიან კაი ფერი. ეხა ხო შენი ფერი? არა, ეხა რაღაცა სხივები მაქვს ჩამატებული. ხო, ანუ რაც მახსოვს. ჩემ ფერია და რაღაცა ხო, არა, ძალიან კაი ფერი მაქვს იდეაში, ხო, რაც. ბედნიერებაზე ბოლომდე გამეცი პასუხი. მე მგონი რომ გადავეცით. მე მგონი გადავხდით თამიდან. რაც ძალიან საინტერესოა ყოფილი გოჩებს. აი, როგორია შენთვის ბედნიერი ცხოვრება? და რო გითხარი, რომ როცა მივხვდები, ხო, ვინ ვარ. ხო, იმიტომ რომ როცა მივხვდები შენ ვინ ხარ და შენ თავში ასე ვთქვა თვითკმარი იქნები, მე პარტნიორთანაც ყველაფერი ლაგდება ჩემი აზრით და შვილებთანაც კარგად ხარ რა. და შვილებისთვის კიდე მნიშვნელოვანია ასევე დედის და მამის მდგომარეობაც. შვილებთან გააქვს პრობლემები? არა? ანუ აი ესეთი დიდი არა, აი მე მას გულისხმობ, აი აღზრდის პროცესში რაღაც პრობლემებს ეჯახები, რომელიც აი ცდილობ რომ ნერვების ხარჯზე კი არ გაიტანა, არამედ აბუხსნა. ეხა ეგ კი ყოველდღიური რაღაცაა ეგ, მაგრამ მგონია რომ აი ბუნებრივი რაღაცაა რა. რაღაც ესეთი განსაკუთრებული გამძაფრებული არაფერი. უბრალოდ ეხა უკვე ის არის, რომ უფროსი 5-ის არის და ზედმეტად ჩამჭრელ კითხვებს სვამს, რაზეც პასუხი ჯერ არ არის. მე თვითონ არა, მე თვითონაც არ მაქვს რაღაცაზე პასუხი. თოვლის ბაბას ხელოდებიან ძალიან ხოჯერად. კი და არ მომწონს ოღონდ ეგ რო ჯერად. რატო? არ ვიცი, იმიტომ რომ მე მგონია რომ იმედგაცრუება ექნებათ, მაგრამ მაგაზე რო ვიფიქრე, პასუხი მოვიფიქრე, მაინც რა უნდა ვუთხრა მე. იმიტომ რომ იმდენად მინდა რომ ყოველთვის სიმართლე ვუთხრა და რაღაცაში არ ვაცხოვრო. ხომ ის ჯადოსნობები? ჯადოსნობების ფერია. ხო, აი ეგეც არ მინდოდა და ეგეც ძალით გავაკეთე. იმიტომ რომ მე სხვისგან რო გაეგო მე გულის წყვეტა ექნებოდა რომ აი ჩემთან რატო არ მოვიდა. მე დღემდე ჩემი შოულებისგან არ ვიცი რომ თოვლის ბაბა არ არსებობს. არ უთქვიათ. უბრალოდ მე კლასელმა მითხრა ისა თუ ვიღაცამ, ამიტომ ხო ჩავთვალე რომ ატყუებდნენ მთელი ცხოვრება. ხო და აი არ მინდა რომ ეგონას რომ რაღაცაში ვატყუებ. მინდა მითხრა რჩევა და ამით თავს დაგანებებ. რჩევა ადამიანებისთვის, რომლებიც დაკარგულები არიან საკუთარ თავებში და გამოსავალი გონიათ რომ არ არის რა. ხო გქონია ეგეთი. კი როგორ არა. დარწმუნებული ხარ რომ რა უნდა გავაკეთოთ შენი აზრით? თვითგანვითარებაზე უნდა იზრუნო აუცილებლად და უნდა უსმინო. ეხა უკვე ისედან არ მინდა ადგომა ვთქო თქო. ხო, ცოტა ხანი იწექი. ცოტა ხანი მართლა უნდა იწვე. თვითონ მეტყვის ტანი რო ავდგე? არ ვიცი. ჩემ შემთხვევაში იძულებული ვიყავი, რომ ამდღარიყავი, იმიტომ რომ ბავშვი გყავს რა და რაც უნდა გტკიოდეს და რაც უნდა მძიმედ იყო, ვერ წევხარ. ხო. და მე ვფიქრობ, რომ აი ბავშვობა გადამარჩინეს თქო რა, თორე აი ძალიან წავიდოდი დეპრესიაში და არ ვიცი მე რა უნდა მექნა, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ აი ბავშვების ამან რომ აი შენ იძულებული ხარ, ტონუსი მომცა რა. მაგრამ 21 საუკუნეა და ეხა უკვე ანუ მარტო ის არ არის, რომ
წიგნი გჭირდებოდეს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვიო რა. იმდენი კარგი პოდკასტია, სადაც უკვე ძალიან საინტერესო ადამიანები საუბრობენ ყველაფერზე. იდეაში ჭეშმარიტება რაც შეიძლება იყოს ბევრი განხრით საუბრობენ რა და ერთს მაინც რო ჩაებღავჭო და რომ მიხვდე რომ ეს ჩემია, მე მიხვდები რომ მეორეც თურმე ესაა, მესამეც ესაა, მეოთხეც ესაა და მეხუთეც და ეს ხუთივე ერთს ემსახურება თურმე. უბრალოდ შენ და იპოვა ჯერ შენი რომელია. მაგრამ ფსიქოლოგი მაინც აუცილებელი. ყველასთვის აუცილებელია. ყველას გვჭირდება ფსიქოლოგი და ეს არის ძალიან ნორმალური რა. და კიდე პლუს დღეურს თუ მართავთ ძალიან კაია და კიდე პლუს აუ იცი რა მაგრამ ხო სხვათა შორის ეხლა ერთი ორი კვირის უკან მოვისმინე ერთ პოდკასტში ერთი ძალიან საინტერესო გოგო ამბობდა ქალბატონი რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აი ამ ბავშვობის ტრამვებსო და მაგაში ჩაძიებას და ძიებასო და ან დროის კარგვა არისო რა და რეალურად სხვა რაღაცა ხდებაო და ლოგიკურად რომ მივყევი ეგეც სწორი იყო. და ანუ კითხვები არ, ანუ ზედმეტი კითხვა, ანუ ჩამჭრელი კითხვა არ დამებადა რა და ძალიან საინტერესოა ეგეც. რომ მოდი შეეშვი და აბა სხვაგან გადადი, ხო? მე მაგალითად ანიანთაძე იცი? კი. ხო, ძალიან კაი გოგოა, მოკლედ მაგასთან ერთხელ ვიყავი სესიაზე. ძალიან საინტერესო მიმართულებით აქვს გარჩეული შენ ძრომიალი შენში. და რაღაცა რამოდენიმე წინადადება, რომელიც მიხვდა, რომ ჩემთვის შეიძლება მტკივნეული ყოფილიყო, მათქმევინა ხმამაღლა. ან როგორ მომბობდი, იცი? ეს მე ვუყურებდი, რომ კიდე თქვი, ოღონდ ხმამაღლა უფრო. ეგეთი რაღაცა ადეკვატურ ადამიანს არ უნდა დაგემართოს წესით. რა გავაკეთე, იცი? მთელი ორგანიზმი გამეთიშა და მეძინებოდა ისე, ანუ საკუთარ ოღონდ ეგ წინადადება არ მიღიარებინა საკუთარი გონებისთვის. ოღონდ აი როგორი პრიმიტიული რაღაცა იყო დედაჩემზე მითხრა, არაფერი დასამალი არ არის. დედა შენს უთხარია, რომ არ ხარ დედამისიო და შენ ხარ მისი შვილიო. იმიტომ რომ მე დედაჩემზე მზრუნველობა მაქვს ძალიან რა. და ოღონდ ეგ არ მეთქვა. ვერ თქვი ხო ბოლომდე? ვერა, დავიძინე ანისთან. ოღონდ აბსოლუტურად საგონებაზე ვიყავი 2 წუთის წინ. ლაპარაკობდით რაღაცა ყავა, აი ესე. ხო, სათანადო ენერგია არ გქონდა და გაითიშე, ხო? გავითიშე სპეციალურად. ოღონდ მე ამას ვერ ხვდები რომ სპეციალურად ვაცნობიერებ რომ ეს ჩემმა ტვინმა გააკეთა. წარმოიდგინეთ რა მაგარი ტვინი გვაქვს და აბა ეხლა მე ეს საშუალება რომ აი მანამდე უნდა მიხვიდე რა. აი მაგათი ხო, აი ფსიქოლოგთან ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ ის არ გეუბნება რა არის სწორი, რა არ არის სწორი, აი პასუხებს არ გაცლოს. უბრალოდ ისე მიყავხარ, შენ თვითონ ამბობ, რომ უი, თურმე მე დედაჩემზე, მე ვარ დედაჩემის დედა პირობითად რა. ანუ შენ თვითონ მიდიხარ მაგამდე და ეგ არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ რაც არ უნდა, აი ესე შენ რაღაცა მითხრა, მე რაღაცა გითხრა, ვიფიქრებთ მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრებთ. თუ აი შენ თვითონ არ ამოხსენი ის განტოლება. ხო, მე მიყვარს ჩემი ფსიქოლოგი ძალიან, იმიტომ რომ ადამიანი უბრალოდ ზის და მისმენს, მაგრამ იმდენს ვლაპარაკობ, რომ მე რა ხვდები, აი თურმე სად იყო. რაღაცა ერთ კითხვას დასვამს უბრალოდ შენ ამბობ, შენ ქვეცნობიერში რა ხდებოდა, არა ცნობიერამდე ჩადიხარ ისე რომ საერთოდ ვერ ხვდები. და მე ფსიქოანალიზ მომენტ შენ თვითონაც უკეთებ საკუთარ თავს, რა სწავლობ ნელ-ნელა. ხო და ხო ძალიან საინტერესოა. მოკლედ საკუთარ თავზე საინტერესო ადამიანი. ხო და საკუთარ თავს რა მოიცნობ იდეაში უკვე გოგონია ალბათ რომ სამყაროსაც ამოიცნობ, იმიტომ რომ ერთნი ხართ რა. და როგორც შენ ხარ, ისე არის ყველაფერი. შენთან ლაპარაკი აღმოჩნდა საშინლად საინტერესო. მართლა გეუბნები. და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ. და ვიცი რომ კიდე 3 ან 4 საათი რო გველაპარაკა, ისევ მოგისმენდი, იმიტომ რომ შეიძლება შენ გოგონიო რომ ეგრე არ არის, მაგრამ ყველაფერზე გაქვს ძალიან საინტერესო პასუხი. და ყველგან ხარ ფინიშის ხასამდე მისული. და ძალიან მომწონს რა, შენი აზროვნება. ძალიან. მადლობა. სხვათა შორის ეს არ დავასრულებთ. რამდენი 2 წელს უკან ალბათ ხო ვიყავი
სტორიში ძალიან ცუდად ვიყავი შინაგანად, აი ძალიან ცუდად ვიყავი და სპეციალურად წავედი, ბევრი პროტესტები მქონდა და სპეციალურად წავედი, რომ მინდოდა რომ ზუსტად ვიცი, რომ ანუ რაღაც ერთი წელში მაინც მეთქი, ანუ სხვანაირად ვიქნები თქო და აი რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯი მექნება თქო და ის დავიტოვე იმისთვის, რომ ის შევადარო ჩემი თავი. და საინტერესოა მე ამის მერე კიდე მაგალითად ერთ წელში როგორ ვიქნები და რა აზროვნება და ხედვა მექნება. და კაია, ამისთვის მადლობა შენ. აქედან ერთ წელიწადში მოგიწევ. და რას გავაკეთებ, იცი, ძალიან მომწონს, ეგ ბილი აილიშთან აქვს გაკეთებული. წინა იგივე კითხვებს დაგისვა, ოღონდ შენ არ უნდა გქონდეს ნანახი ეს პოდკასტი. და შევადარებთ. ძალიან საინტერესო იქნება. ოკეი. კაი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ.